ჰეი, მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ უბრალოდ ჯიოთელოთ იმჩფლეიზი, მოკლედ სამწუხაროდ მოვხდი ჯუნგლებში, არც ცხოვრება მაქვს, არც საჭმელი, არც სახლი, არც ქვეყანა. სამწუხაროდ აი ასეთ ტყეში, ასეთ ხორულ და ცხოლურ ტყეში მოვხდი. ნახოთ როგორ გამვითარდებით, იმედი მაქვს არ მოგკვდებით, ავიშენებთ სახლს და ვიცხოვრებთ კომფორტულად, კომფორტულად ცხოვრება რამდენად შეგვერგება არ ვიცი, მაგრამ ნახოთ, მოდი შევუდგეთ ტყის დათვალიერებას და განვითარებას. მოკლედ. ეს რა არის? სისხლი. ტყეში სისხლი ლოგიკურია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ცხოველი სისხლია. კიდე ერთი სისხლი. დედურ ამბავია. ასე კვალ სისხლი ძალიან უცნაურია. წერილი. წერილს ცხოველები არ წერენ, რაღაც უცნაური ხდება. თუ შენ ხარ სხვა ტომის წარმომადგენელი, გაიქეცი. ეს ტომის წერილია. ესე იგი ამ ტყეში ტომელები არიან. გონი ჩვენ ცოცხალი ვერ გადავრჩებით. ტომს როგორ უნდა გადავრჩე? არ ვიცი, მოდი გავყვეთ კიდევ სისხლი აქვს, დედო რამდენია? რა ამბავია, რამ გამწარად? რას კლავენ ამდენს? კიდე ერთ წერილი. და სისხლი. თუ ჩვენ ტერიტორიას მოვახლოვდი, გაიქეცი. და ამათ ტერიტორიას აჯანდაბაში. კიდე ერთი სისხლი. ერთი რა? მრავალი. და კიდე ერთი წერილი. წერა არ ზარებოდათ. თუ ადამიანი ხარ, ფრთხილად იყავი. გონი აქედან ცოცხალი ვერ გავახცევთ. ის რა არის? კარავი, ბანაკი, ცეცხლი. ეს ვინ არის? არა, არ მოვა. მომშორდი, გადიგთ. აცხა. გონი ტომელი გავჩითე. არა, გადი. დავნებ თავი. სად არის? მოდის. არა. არ მომკლა. გავჩერდი, ბოდიში, გავჩერდი. იმედი მაქვს აქედან ცოცხალი გავხსნე. უეცრად დამადგა. გამარჯობა. ასაშიში გარეგნობისა. მე თედო და თქვენ ნუ მიტყამთ, ძალიან გთხოვთ, წამოვალ, ოღონდაც არ მომკლათ. ასაშიში ტომია. წესით ტომია, აბა სხვა ვინ იქნება? ჯუნგლებში. აქედან იმედი არ გადამაგდებთ. ოღონდ თქვენ არ მოკლათ და არსად არ გავიქცევი. აქ მოდი ფრთხილად ჩავიდეთ, ისედაც ფეხი მტკივა. ფეხი. მომტყდა ფეხი, რას მიკეთებ? რა უცნაური ტომია. იარე. მადლობა, გაიხარე. მოვედი. ეს იმათი ბანაკია. ბამბუკები. მე ვარ თედო სამწუხაროდ ამერიკელი ვარ, მაგრამ ამერიკაში მოხდა მე აქ ჩემს უთანროსულ ვარ. ამერიკაში მოხდა ცუნამი და მდინარემ გამომიყოლა აი ამ ჯუნგლებში. ჯუნგლებში შევათვალიერე ისეთ ნახეს სისხლები, ალბათ ის თქვენი წერილები იყო დაწერილი და მოვაგენი აი ამ ადგილს და თქვენ თავს. და სამწუხაროდ თქვენ თავს დამესხით და იმედი არ მოგკრავთ. ფეხი, შია, ცუდად ვარ. მოგდაჯ ვერ გენდობით ნივთებს მოგცემ, მაგრამ ნივთები კარგია. რო ვერ მენდობი, ეგეც ლოგიკურია. ტომელი ხარ მაინც, ჩემზე ძლიერი. და ბოროტი ნამდვილად არ გაწვით. არაფერს არ ვეცდები და მედია ცოცხალი დავრჩები. აი ამ ჯუნგლებში და სხვაგან წასვლილი არ სადმოთ. სანამ წავდი აზიარ. მადლობა. კი გავიგე, გასაგებია. მადლობა, გასაგებია. და აქ დარჩენა შეიძლება, ხო? დაუკაცავ თქვენ სახელი? მადლობა. დიდია. კაი. ასე მარტივად რომ მედენ ძალიან უცნაურია. ჩემი სახელია თორნი, ბელადი. ტომის ბელადი, თორნი. რა უცნაური სახელია, ტომელებს არ მეკვეს, მაგრამ აიც. და თქვენ მარტო ხართ ამ ტომში. ამ ტომის სახელია თის გველები. აი ზედმეტი რამე თუ ქენის ადამერხა.
კარგით გასაგებია და თქვენ მარტო ხართ ამ ტომში. აუ, ეს ცუდია. მე თქვენ გავანადგურებთ ხო, მაგრამ რა აზრი? არიან სხვაებიც, მაგრამ სანადიროდ არიან მონადირეები თუ არიან, ესე იგი კარგი მებრძოლეებიც იქნებიან. და მალე მოვლენ. ძალიან ცუდი. აუ, ფეხი მტკივა, ღამდება, სადავიძნო კი ვიცი, მაგრამ შეერი ვარ, ესენი მაჭვევენ კი საჭმელს. შეება დათვის ხოსი მაჭამონ და გლის ტყავი. მოიცა, რა ხდება? დაღამდა. არა, ცუდი არაფერი არის, როცა მეშინია ტომელების. მაინც ადამიანი ვარ და რა ვქნა. აუ, სიტყვაში მივარ რა, თორე ფეხი მტკივა და თან მომირჩება ჯობია. აი რა ფილმშია ეს მგონი როგორ დავიღალ ის ვინა სად არის არა გადი მომშორდი აცხა ეს მგონი ამის ტომის წევრია მე თქვენი ტომის ახალი წევრი ვარ არ მომგლა დიახ, მართალია ბარტონი თორნი. და მე თედო მქვია და თქვენი სახელი? ბილად. რა უცნაური სახელებია. ვინ მოიგონა? სეივენ, სასიამოვნოა მე თედო. ძალიან კარგი, სხვათა შორის შეადარას მაჭმევთ. პური კარგია. შემწვარი ხორცის კარგია, ჰოთ-დოგ შევჭამ. ძალიან დიდი მადლობა რომ ასე კარგად მომეყარით და მემიღეთ ტომში. ძალიან მიხარია და რა მაინტერესებს თქვენი ტომის ისტორია რომ მომიყვეთ, იმიტომ რომ ასე ტომში შემოვედი და ისტორია საინტერესოა. რაზე შეიქმნა? გეტყვათ რომ ბოროტები არ ხართ. ასე მარტო მიიღეთ ადამიანი. ისტორია სევენ მოგიყვება, კი ბატონო გისმენს სეივან. ბატონო სეივან. სეივენ, აუცნაური სახელი აძლევს ვამბობ. მოკლედ, ჩვენი ტომის ამბავი ასეთია. თავიდან ჩვენ ვიყავით ბიძაშვილები და დღეში აღმოჩნდით. დაკარგულები ვიყავით. შემდეგ დავიწყეთ ამ ადგილის ბანაკის აშენება და განვითარება. საბოლოოდ მოვედით ამ ადგილას და დავბანაკდით. ტომის სახელად თის გველები. ტომის სახელი კი ვიცი, ისტორიაც საინტერესოა. ესე იგი, დღეში ყოფილნან აღმოაჩინეს ეს ადგილი. მადლობა ხორცისთვის და შემდეგ აი აქ აუშენებიათ აი ეს სახლი. შემდეგ გავიგეთ რომ ამ დღეში სხვა ტომელებიც იყვნენ. და ალბათ ის ცხოველების სისხლი კი არის, მაგრამ ტომელებსაც ებრძვით, ხომ? ასე ხო აბელად. ერთხელ ბრძოლაც გქონდა. მარტო ერთხელ ეს უცნაურია. კი ბატონო. რა გაფრაზებული სახი აქვს. აი ეს რომელიც შენახე ტომელების იყო. 100 ახლოს ებრძოლებით ტომელებს მგონი მე აქ ვერ გადავრჩები თუ რამე არ მოხდა. ისინი ჩვენი მოსისხლე მტრები არიან. აი ამ ტომის მესმის, მაგრამ იმ ტომს ვნახავ და შევხვდები რა რეაქცია მექნება არ ვიცი. მოკლედ მე ხა დაღლილი ვარ, ფეხი მტკივა. ნამგზავრი ვარ წყალში. სველი ვარ, იმედი არ გავცივდები და თუ შეიძლება რომ დავიძინო და დაგტოვოთ. ჯობია დაისვენო. მადლობა, დიახ, ბელატო. კარგი ტომელები ხართ ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი თქვენზე რამე ცუდს. ასე რომ მე დავჯდები, დავიძინებ. ტკბილი ძილი, მანამდე მე დაგემშვიდობები თქვენ. არ დაგავწყვეტ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება. ეს იყო სისხლის ხეობის პირველი სერია, აბაჰე, აბაჰო. წარმატებები ყველას.